წლების წინ კახეთში ქვევრებს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ. ქვევრის კეთების ხელოვნებით დაკავებულ ოსტატებს გადამღებმა ჯგუფმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მიაგნო. 61 წელში დავიწყე მექვევრება მიაქ. 70 წლებამდე მუშაობდით ქვევრებზე. მერე კლიენტი მისწყდა და ჩვენ გავანებეთ თავი. თიხა იზილებოდა წინათ ხელით ზელავდით. ნიჩაბს ვიღათ იმით ვატყაპუნებთ, იმით ზელავდით. მერე საზელები შემოვიდა ცხენით ავზელავდით. მერე დენით ავზელავდით ბოლოს. ძალიან შრომატევადია რომ მეტი არ იყოს. ერთი ქვევრი არა კეთდება 8 ცალი ერთად, რომელიც ღუმელში შედის 8 ცალი ერთად. 8 ცალი კეთდება. ამ 8 ცალის გაკეთებას უნდა დაახლოებით 2 თვიდან 3 თვემდე. 2 თვე ნახევარია ესე. თიხა, წყალი და ცეცხლი ეს ის ბუნებრივი რესურსია, რომლითაც უძველესი კულტურისა და ყველა დროის ისტორიის გადმოცემაა შესაძლებელი. სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები რემი კბილაშვილის შთამომავლობით გადმოცემულ საქმიანობას აგრძელებს. მისი ოჯახი უკვე 30 წელია, რაც მექვევრეობას მისდევს და ცდილობს შთამომავლობას ეს უძველესი კულტურა არ დაუკარგოს. ბატონი რემი კახეთში ერთადერთი ადამიანია, რომელიც ყველაზე დიდ 2 ტონიან ქვევრებს ამზადებს. ის ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ხალხმა ქვევრის კეთების კულტურა დაივიწყა და ახლა საქართველოში სულ 5-მდე ადამიანი თუ მოიძებნება, რომელიც მექვევრეობას მასავით აქტიურად აგრძელებს. პირველ რიგში უნდა შეირჩეს თიხა. კენჭი არერიოს. კენჭი რო შეხვეს, ქვა რო შეხვეს, არ შეიძლება დაწვაში ფუჭდება. ზელავთ, ეგრეთ წოდებულ საზელში, იზილება და კეთდება პატარა-პატარები, აი ესე კეთდება რა და ბოლოს მოდის აი ესე. აი ესე კეთდება, თქვენ ახლა უყურებთ როგორ არის. აი ამ ხელები ემატება. კრუგზე შემოემატება ესე, კრუგზე, ამნაირად. ეს ახლა გაშრება 3-4 დღის შემდეგ მერე ისევ გაგრძელდება. ესე მიდის ბოლომდე რა. დაინტერესებული თუ ვინმე იქნება ახალგაზრდა თუ შეეძლება თუ კი შეძლებს თუ დიდი სიამოვნებით ვასწავლდი რომ არ დაიკარგოს ეს საქმე და გაგრძელდეს. ქვევრი ეს შთამბეჭდავი ჭურჭელი, რომელიც ღვინის დამზადებაში უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს, შესაძლოა სულ მალე გაუჩინარდეს. სწორედ ამიტომ თიხაზე მომუშავე ოსტატები არც ცდას და არც მონდომებას არ იშურებენ, რათა მივიწყებული ხელობა საზოგადოებაში ხელოვნებად დააბრუნონ.